19 ივნისს მრავალშვილიან დედათა ანსამბლ იავნანას პირველი სოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებასთან არსებული ანსამბლი იავნანა 2024 წელს დაარსდა. ღონისძიება საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე მზვიად სეხნიაშვილმა გახსნა. მან ანსამბლის შექმნის ისტორია გაიხსენა. კონცერტზე საგალობლები და სხვადასხვა სიმღერა შესრულდა. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი იავნანა 16 წევრისგან შედგება. ხელმძღვანელი გახლავთ თამაზ მამალაძე. კონცერტის დასასრულს მრავალშვილიანმა დედებმა შვილებთან ერთად იმღერეს. ჩვენ ვესწრებოდით მრავალშვილიან დედათა ანსამბლს იავნანას, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებასთან. ეს უკვე მეორე ანსამბლია, რაც შეიქმნა ჩვენს ბაზაზე. ერთი გახლავთ ანსამბლი მარულა, მოზარდები გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია და დადებითი რეზონანსი მოყვა მათ გამოსვლებს. და ეხლა ეს ახლად ფეხადგმული ანსამბლია, წარმოიდგინეთ 16 დედა, რომელიც მღერის ანსამბლში და 82 შვილი ყავთ და 93-ს ელოდებიან. საოცრად კარგი ადამიანები არიან, უყვართ დედა ეკლესია, ჩვენი სამშობლო, ჩვენი პატრიარქი და აი ესე კურთხევით ყველაფერს აკეთებენ. თამაზ მამალაძის ხელმძღვანელობით, რომელსაც მე ვთვლი, რომ დიდი მაესტროა, რომელმაც დიდი ხანია თავისი კვალი დატოვა ქართულ ფოლკლორში, აგეთ ჩამოყალიბდა უკვე მეორე ანსამბლი და არაფრისგან შეიქმნა ფაქტობრივად და თქვენ თავად ნახეთ, როგორი გამოსვლა ჰქონდათ, როგორ კარგად შეასრულეს ყოველივე და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გახსოვთ ცნობილი კურთხევა, რის შემდეგაც ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის ნათლია იქნებოდა ჩვენი უწმინდესი. აი ამ გამოსვლებში შორისაც არიან ისეთი დედები, რომელსაც სწორედ პატრიარქის კურთხევა მოუვლინა მათ მესამე და შემდგომი შვილები და ამ ხრივაც გამოსარჩევია. მოკლედ ქართულად შემოსილნი, ქართული გულითა და სულით მოკლედ მოწადინებულები და აღჭურვილები აი ესე ემსახურებიან დედა ეკლესიას და ჩვენ სამშობლოს. დღეს არის ჩვენი ასე ვთქვათ პირველი საჯარო გამოსვლა პრეზენტაცია, სადაც შევასრულებთ 16 ნომერს. არ დაგიმელოთ, ძალიან ვღელავთ და ავიცი, გონია რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმიტომ რომ ანსამბლი უნიკალური და სხვანაირად არ შეიძლება რომ იყოს. ანსამბლში გაწევრიანებულია 16 მრავალშვილიანი დედა, რომელსაც 82 შვილი ყავს. უბრალოდ ჩაუფრიდით ციფრებს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ანსამბლი მაგალითისთვის მთლიან საქართველოსთვის, როცა ასეთ დემოგრაფიულ კრიზისს განვიცდით. აი ეს დედები ვფიქრობ, რომ მაგალითის მიმცემები იქნებიან ყველასათვის, თუ როგორ შეიძლება იყოს მრავალშვილიანი დედა, წარმატებული დედა და ასევე ჩართული იყოს საზოგადოებრივ საქმიანობაში და აისრულოს შენიოსება, რომელიც მთელი ცხოვრება გააგდა. შეგიძლია აი დღეს ამათი სრულების საღამო არის, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ოსნოდურ სცენაზე გასულიყო. მე ვარ 6 შვილის დედიკო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყო ესეთ ანსამბლში, რასაც ქვია მრავალშვილიან დედათა ანსამბლი, რადგან ეს ძალიან ბევრი მთქმელია და ძალიან ბევრს მეტყველებს და ჩვენ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი საზოგადოებაში, სამწუხაროდ, რაც არის გავრცელებული, რომ მრავალშვილიან დედას არაფერი არ შეუძლია და ასე შემდეგ პირიქით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია და უნდა დავანახოთ მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს, რომ მრავალშვილიანი დედა ძალიან დიდი ძალაა მთელი საქართველოსთვის და ჩემთვის დღეს არის პირველი ღონისძიება და მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ უფლისგან ხვდა პატივიწილად, აი ვიყო აი ესეთ ძალიან ესე ვთქვათ უძვირფასეს დღეს და ვიყო აი ამ საზოგადოების წევრი, რასაც ქვია მრავალშვილიან დედათა ანსამბლი. დიდი მადლობა ამისათვის ბატონ თამაზ მამალაძეს და სრულიად საზოგადოებას, ვინც ჩვენს შემოქმედებას უწყობს ხელს. დიდი ძალისხმევის შედეგად გვიხდებოდა ამ დროის გამონახვა, რომ ბევრი გაცნენებიც მქონდა, რა თქმა უნდა, ძალიან დატვირთული ვარ, რა თქმა უნდა, 8 შვილის დედა, მაგრამ იმდენად დიდი სურვილი იყო, რომ მემღერა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ თამას, რომ ამ ოცნების განხორციელებაში ქალბატონ ეკას, რომ შევკრიბა. არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა. ყველა ძალიან ემოციურად ბედნიერები ვართ დღეს მით უმეტეს, რომ განვახორციელეთ ჩვენი ოცნებები და ძალიან გვიხარია, რომ ესეთი ანსამბლი შევიკრიბეთ და მე მგონი სტიმული იქნება სხვა მრავალშვილიანი დედებისთვის, რომ გამონახავენ დროს თავიანთი სურვილების ასასრულებლად და იმ საქმის გასაკეთებლად, რაც ძალიან უყვართ.
მე მყავს 5 შვილი. დღეს მქონდა ჩვენი პირველი საანგარიშო კონცერტი, სოლო კონცერტი, სადაც მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მასწავლებელს, თამაზ მამალაძეს. დიდი შრომა ჩავდეთ, ამდენი საქმეს მიუხედავად მოვდიოდით, მეცადინეობდით. ძალიან მაგარი იყო ეს კონცერტი და დედამ რომ იმღერეს ძალიან გაოცებული დავჭი და ვამაყობ, რომ ასეთი კარგი ანსამბლი შედგა. დღეს დედაჩემის პირველი კონცერტი იყო და ძალიან გამიხარდა, მეც მასთან ერთად რომ იმღერე და ძალიან კარგი დედი ყავს მე, ძალიან მიყვარს ის.